მზად არის თუ არა საქართველოს ევროკავშირის ვილნიუსის სამიტისთვის ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მინისტერიალი გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ სამიტისთვის მზადების ბოლო ეტაპია. ნოემბერში გაირკვევა, მოხდება თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია. საქართველოს ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ევროკავშირში საქონლის ექსპორტის შეზღუდვების გარეშე განახორციელოს. მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ეს შეთანხმება გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ლიბერალიზაციას, არამედ საქართველოში ნაწარმი პროდუქციისა და მომსახურებისათვის ასევე ტექნიკური ბარიერების მოხსნას ევროკავშირის ბაზარზე შესვლისათვის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს საუბრობდა. მაია ფანჯიკიძის განმარტებით მოლაპარაკებების პროცესის დასრულება ვილნიუსის სამიტის წინ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი, რადგანაც გაიხსნება ევროპული ეკონომიკური სივრცე საქართველოსთვის და ეს უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს ყველა ქვეყნიდან უცხოელი ინვესტორებისთვის. ის რომ საქართველოს იზიარებს ევროპულ ნორმებსა და სტანდარტს ვაჭრობასა ინვესტიციებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, ეს იქნება არაჩვეულებრივი მესიჯი ინვესტორებისთვის. ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე განცხადებები ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მინისტერიალში მონაწილე სხვა ქვეყნების საგარეო უწყებების პირველმა პირებმაც გააკეთეს. ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ დოკუმენტების გაფორმება იმის ნიშანი იქნება, რომ დაიწყება მათი განხორციელება. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნებისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ეს ხელშეკრულებები ევროკავშირში ინტეგრაციის გზას უცვლელს გახდეს. ჩვენ ველით პროგრესს, კერძოდ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებისა და ასოცირების შეთანხმებებზე. კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ პროცესი დაჩქარდეს. რაც შეეხება საქართველოს, გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს. ჩვენ ვხედავთ მათ პოზიციას. პრემიერი ივანიშვილი ვილნიუსში იმყოფებოდა და კაფეო განცხადებები გააკეთა. ეს პროცესს ხელს შეუწყობს, რაც მთავარია მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა ვილნიუსის სამიტისთვის მზადების ბოლო ეტაპია. მინისტერიალის პირველი სხდომა ბრიუსელში დღეს საღამოს დაიწყო. საქართველოს შესახებ განცხადება მინისტერიალის ხელმძღვანელმა და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, რადგან ეს არის ხალხის სურვილი. ის ღირებულებები, რომლებსაც ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ, დაცული იყოს. საქართველოსთან ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმობა არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდს, არამედ იმას, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოს და როგორ ვითანამშრომლებთ ამასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მინისტერიალის ფარგლებში ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის ევროპარლამენტარებთან.